221. მრავალწევრის ნამრავლი მრავალწევრზე. შედები უნდა გავხსნათ. პირველი მრავალწევრის თითოეული წევრი უნდა გადავამრავლოთ მეორე მრავალწევრის თითოეულ წევრზე. დავიწყოთ. 7x კუბ y კვადრატი უნდა გავამრავლოთ -2x კვადრატ y-ზე. 7 ჯერ 2 არის -14, ნიშანი იქნება მინუსი, იმიტომ რომ 1 მინუსი გვიწერია, x კუბი რო x კვადრატზე გავამრავლოთ არის x ხარისხად 5, ხოლო y კვადრატი რომ y კვადრატზე გავამრავლოთ y ხარისხად 4. ანუ პირველი წევრი არის -14 x ხარისხად 5 y ხარისხად 4. მერე 7x კუბ y კვადრატი უნდა გავამრავლოთ 5xy კუბზე. 7 ჯერ 5 არის 35, x კუბი რო x-ზე გავამრავლოთ x ხარისხად 4-ია, y კვადრატი რო y კუბზე გავამრავლოთ y ხარისხად 5-ია. შემდეგი -xy უნდა გავამრავლოთ -2x კვადრატ y კვადრატზე. მინუს ჯერ მინუსი იქნება პლუსი 2 x ჯერ x კვადრატი იქნება x კუბი, y ჯერ y კვადრატი y კუბი. შემდეგი -xy უნდა გავამრავლოთ +5xy კუბზე. მინუს ჯერ 5 -5, x ჯერ x კვადრატი, y ჯერ y კუბი, y ხარისხად 4. აქ მსგავსი წევრები არა გვაქვს და ტოვებთ ასე. გადავიდეთ მეორეზე. მეორეშიც მრავალწევრის ნამრავლია მრავალწევრზე. პირველი მრავალწევრის თითოეული წევრი უნდა გავამრავლოთ მეორე მრავალწევრის თითოეულ წევრზე. დავიწყოთ. x კვადრატი რო 2x-ზე გავამრავლოთ იქნება 2x ხარისხად 4. მერე x კვადრატი რო -3y-ზე გავამრავლოთ იქნება -3x კვადრატ y. 2xy რომ 2x კვადრატზე გავამრავლოთ 2 ჯერ 2 4, x ჯერ x კვადრატი x კუბი და y. შემდეგი უნდა გავამრავლოთ 2xy -3y-ზე. 2 ჯერ -3 არის -6, x ჯერ x-ი გადავიწერეთ, y ჯერ y კვადრატი მივიღეთ -6xy კვადრატი. შემდეგ -5y კვადრატი უნდა გავამრავლოთ 2x კვადრატზე. -5 ჯერ 2 არის -10, x კვადრატი და y კვადრატი. შემდეგი არის -5y კვადრატი უნდა გავამრავლოთ -3y-ზე. მინუს ჯერ მინუსი პლუსი 5 ჯერ 3 15, y კვადრატ ჯერ y კუბი. მე მგონი აქაც არა გვაქვს მსგავსი წევრები და ვტოვებთ ასე. გადავიდეთ მესამეზე. მესამეშიც მრავალწევრის ნამრავლი მრავალწევრზეა. პირველი მრავალწევრის თითოეული წევრი უნდა გავამრავლოთ მეორე მრავალწევრის თითოეული წევრზე. დავიწყოთ 8 კვადრატი რომ 3a კვადრატზე გავამრავლოთ იქნება 8 ჯერ 3 არის 24, a კვადრატ ჯერ a კვადრატი a ხარისხად 4. შემდეგი 8 კვადრატი უნდა გავამრავლოთ -ab-ზე, 8 ჯერ მინუსი -8, a კვადრატი რომ a-ზე გავამრავლოთ a კუბია და b. მივიღეთ -8 a კუბ b. შემდეგ -3ab უნდა გავამრავლოთ 3a კვადრატზე. -3 ჯერ 3 -9 უნდა მეწეროს. -9 a გამრავლებული a-ზე a კვადრატზე არის a კუბი და b მიეწერება, კი ბატონო. შემდეგ -3 უნდა -3ab უნდა გავამრავლოთ -ab-ზე. მინუს ჯერ მინუსი არის პლუსი 3 a გამრავლებული a-ზე a კვადრატი, b გამრავლებული b-ზე b კვადრატი. აქაც არა გვაქვს მსგავსი წევრები. მსგავსი წევრები გვაქვს. აი -8 a კუბ b და -9 a კუბ b. ესენი შეგვიძლია დავაჯგუფოთ. უდრის, მოდი დავაკოპირებ, უცებ გადავიძერ. -8-ს -9 არის -17. ანუ კოეფიციენტი იქნება -17. ეს დავშალოთ და 9-ის მაგივრად 17 დავწეროთ. ხო, გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეშიც მრავალწევრის მრავალწევრზე ნამრავლი გვაქვს.
პირველი მრავალწევრის თითოეული წევრი მეორე მრავალწევრის თითოეულ წევრზე უნდა გადავამრავლოთ. მივყვეთ. a კვადრატი რომ a-ზე გავამრავლოთ იქნება a კუბი, a კვადრატი რომ მინუს b-ზე გავამრავლოთ მინუს a კვადრატ b იქნება, ab რომ a-ზე გავამრავლოთ პლუს a კვადრატ b იქნება, ab რომ მინუს b-ზე გავამრავლოთ მინუს a კვადრატ b იქნება, b რომ a კვადრატზე გავამრავლოთ პლუს ab კვადრატი იქნება, b კვადრატი რომ მინუს b-ზე გავამრავლოთ მინუს b კუბი იქნება. აქ ესენი ერთმანეთს გააბათილებს და დაგვრჩება a კუბს მინუს b კუბი. და თუ დავაკვირდებით ეს ზუსტად a კუბს მინუს b კუბის ფორმულაა.